გერშვიდობისა ჩემომეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენ სიუჟეტებს. დღეს უნდა გაგაცნოთ სოციალური საწარმო მენდე. ეს გახლავთ შშმ პირებისგან დასაქმებული საწარმო. მისი სული ჩამდგმელი ბატონი გურამი გოგოლაძე, ასე რომ გამოვკევით და მთელი ისტორია სამ საწარმოზე და ამ ადამიანებზე თვითონ გურამი მოგვიყვება. წავედით. გულისხმობები, მადლობა, რომ დავთანხმდი ჩაწერაზე. ამ საწარმოში დასაქმებული არიან შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანები. არსებობს ალბათ ორი კატეგორია შეზღუდული შესაძლებლობის თანდაყოლი და შემდეგ ბუნებრივ შეძენილი. მოდი შენი ისტორია რომ მომიყვე. მე გახლავართ გურამი გოგოლაძე, ორგანიზაცია ერთა ცვლილებებისთვის ხელმძღვანელი, დამფუძნებელი. ჩემი ისტორია დაიწყო 2012 წელს ავარიის შედეგად მოვხდი ეტლში. იყო მერე დრო წლები, რომ ყოველდღიურად 4-5 საათი ვარჯიშობდი აქტიურად, თუმცა მაშინ შეხედულება მქონდა, რომ აუცილებლად ვივარჯიშებინდეს, რომ დაუბრუნდები ჩემ ძველ ფორმას და მერე ისე დაუბრუნდები საზოგადოებას. შევაფასე ისე, რომ ხო შეიძლება რომ ეტლით ვიყო საზოგადოებასთან ერთად, პარალელურად ვივარჯიშო, ვიაქტიურო, რამე ვაკეთო და ჩამოვაყალიბეთ ორგანიზაცია ერთა ცვლილებებისთვის. ჩვენი ორგანიზაცია IP ერთა ცვლილებებისთვის ჩამოვაყალიბეთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა და ვაწევით შშმ თემის უფლებადაცვით საქმიანობას. ხარდაჭერას ვაკეთებთ შშმ პირებისას, მათზე მორგებულ სერვისებზე მუშაობთ, ვეთანამშრომლებით ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, ვეთანამშრომლებით ასევე ცენტრალურ ხელისუფლებას. გორა, მოდი ახლა დავიწყოთ კონკრეტულად უკვე ამ საწარმოზე, სადაც ჩვენ ვართ. იდეა საიდან დაიწყე ამ კონკრეტული საწარმოსი, კონტინგენტი როგორ შეარჩიე? იდეა ჩვენი ორგანიზაციის დამფუძნებლები დავსყიდით და საუბრობდით და გვინდოდა რამე ისეთი საქმიანობა, რომ შშმ თემის გააქტიურებას მოიტანდა ეს საქმიანობა. დავწერეთ პროექტი და მუნიციპალიტეტში შევიტანეთ. და პროექტი მოიაზრებდა ხის სოციალურ საწარმოს გაკეთებას, სადაც გვჭირდებოდა საოფისე საწარმოსთვის საჭირო ფართი, რომელიც გამოგვიყო ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა და დაგვიფინანსა 10,000 ლარის ოდენობით. ვიძიეთ ადამიანები, ვინც ხესთან შეხება ქონდა და აუხსენ ჩვენი სიტუაცია, რომ შშმ თემს გვჭირდებოდა ეს და ფინანსური მდგომარეობა ჯერჯერობით არ ქონა ძლიერი. გვაჩუქეს ის ერთი ჩუქება, რაც იყო ნარჩენი მასალა რაც გქონდათ ის ერთი ჩუქება. აი მასალაზე ცოტა მაჩუქეს და ამით ხელმძღვანელობთ. ამას ვიყენებ და ამას ვაწარმოებ. იქნება ვინმე უბრალოდ ბოდიში გურამ გაწყვეტინებ გამოჩნდეს ადამიანი, ვისაც დაუშვათ მსგავსი საამქროები აქვს, იმიტომ რომ მასალა ცოტა ძვირადღირებულია, ხემით უმეტეს, რომ იქნება ვინმე გამოგიგზავნოთ და ნამდვილად დიდი მხარდაჭერა იქნება ჩვენი საწარმოსთვის და ჩვენი თემისთვის მასალის მოწოდება კი. დიზაინს ვიღებთ კი ინტერნეტში მოვიძიებ და მე ხო ვიცი მე ჩემს ხელსაწყოებს რისი რესურსი აქვს და ჩემი ხელსაწყოებით რისი გაკეთება შემიძლია და რისი გაკეთება ცოტა მერტულება და აი იქიდან გამომდინარე ვარჩევ ჯერჯერობით არის კიდე ერთი ხელსაწყო ცოტა დიდ ბიუჯეტს მოითხოვს ეს და ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ის ბიუჯეტი აი რაც ამ პროგრამის გათვლილი არის ეგ სახელი არ მახსოვს ბოდიშეს რომელიც თვითონ ჭრის კი აი კი როუტერი ქვია ამას რომელიც 3D რუტერი კი პროგრამულად შეყავს და ავტომატურად თვითონ აკეთებს აი ამ რუტერის ეს რუტერი ძალიან მართლა დიდი საჭიროება გვაქვს ჩვენ ამ რუტერის იმიტომ რომ ახლა ფაქტიურად ჩვენ ერთ სათამაშოზე 3-4 დღე უნდება ერთი ადამიანი რომ ერთი სათამაშო დაასრულოს. ძირითადად მეც ვარ მუხალისე და მე არა ვარ ამის სპეციალისტი. ყავს კოლეჯი AIS-ის კურსდამთავრებულია მოწვეული დურგლად. ჯერჯერობით მუხალისე თანამშრომელი ყავს რომ ფინანსური ანაზღაურება ჯერჯერობით არ გვაქვს. ავიარეთ თავიდან ტრენინგები კოლეჯ AIS-ში, კაჭრეთში, მადლობას ვუხდით ამისთვის კოლეჯს. გვეთანამშრომლება და ხელისეწყობას აკეთებს თემისას და ასევე მამუკა არის ხოზრევაინძე ჩვენი დურგალი და მამუკა ძირითად
რთულ სამუშაოებს მამუკამივად დიდ დანადგარებთან და მე ბეწვა ხერხს მუშაობთ შშმ პირები ისეთ დანადგარებზე, რაზეც ნაკლები ალბათობაა, რომ რამე დაიზიანოთ. გამზადებული ნივთები სარეალიზაციოდ სად გაგაქვთ და აი დაუშვათ მომხმარებელმა აი ამ სიუჟეტის მერე რომ დაინტერესდეს, სად შეიძლება რომ შეიძინოს თქვენ მიერ დამზადებული ეს ხელნაკეთი ნივთები? შეიძლება სოციალურ ქსელში გააქვთ ანუ გვერდი? კი, ერთ IP ერთად ცვლილებებისთვის სოციალური გვერდი გვაქვს და შეიძლება იმ სოციალურ გვერდზე მოგწეროს, შეიძლება ტელეფონის ნომერზე დაგვირეკოს და ანუ ამ სოციალურ გვერდზე თქვენი გამზადებული ნივთები ატვირთული გაქვთ, რომელიც დაუშვათ გაყიდვაშია უკვე ჩაშვებული. კი, ახლა ამ მომენტისთვის ხელით დასამზადებელი ვინაიდან არის დიდ დროს მოითხოვს და აი ვერ აუდივართ მოთხოვნას. და რუტერის არსებობის შემთხვევაში მე ბევრად უფრო მეტ სათამაშოს დავამზადებთ. კი, ბევრად მეტ სათამაშოს დავამზადებთ და თავის თავად ფასით შემცირდება უფრო სათამაშოში და მეტი წარმოება გვექნება და უკვე ფიქსირებული ხელფასი ექნება უკვე თითოეულ დასახლებულ შშმ-ს, კი, რომელიც თვით დაჯერებულობას აუმაღლებს შშმ-ს და ფაქტიურად ბიჭები მოწადინებულები თუ არიან და არა მარტო ბიჭები, გოგოებიც ყავს, ორი გოგოა დასაქმებული, ბიჭები არიან და არწივის ფიგურა უნდა გამოჭრათ. გვაქვს დრელით გახრეტილი, ბურღით გახრეტილი თითოეული ადგილი, სადაც რაც უნდა ამოჭრა და სათითაო და ეგ ხერხის პირი არის და თითოეულ დეტალს. კი, თითოეულ გაბურგულში უნდა გაუყაროთ ის ხერხი და სათითაოდ შემოჭრათ ეს უყველა. უკვე დახატული რაც იქნება. უკვე დატანილი და აქედან ასე გამოდის ფორმები. აი აქეთ მეორე დეტალია კიდე ეს. ეს უკვე თითქმის გამზადებული. თითქმის დასრულებულია, თუმცა ეს კიდე ამოსაჭრელებია, ეს გამოსაჭრელი. ანუ ეს ნახატი რაც არის, ეს არის დასამუშავებელი. გამოვიყვანოთ და მე შეიძლება შეიღებოს, შეიძლება გასქურით მოიწვას. ხო, ფერი მიეცეს, ხო. და აი ამდენად ძალიან წვრილმანი ხელით მუშაობა და ძალიან დიდ დროს ითხოვს ეს. აი რუტერი რო იყოს, ხო, რუტერი გაცილებით უფრო მარტივია და უფრო სწრაფად. ეს უკვე საახალწლოდ ახალწელი ახლოვდება და საახალწლოდ გამზადებული. ბიჭებს მადლობა წარმატებებს გისურვებ და რავი წინსვლა და ყველაფერი კარგი მისურვებია მეგობა რომ დაინტერესებით და სტუმრობისთვის ისევე ყველა შეზღუდულ შესაძლებლობების პირებს, იმიტომ რომ თუ ადამიანი მოიწადინებს ყველა დაბრკოლებას აუცილებლად გადალახავს და ეს არის თქვენი მაგალითი იმ ადამიანებისთვის, რომ ყველაფერზე ბრძოლა შეიძლება. აუცილებლად კი. პერსონალური ასისტენტის სერვისი გავაკეთეთ მუნიციპალიტეტში, რომ შშმ პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე ყვარლის მუნიციპალიტეტში აწარმოებს ჩვენი ორგანიზაცია პერსონალური ასისტენტის სერვისი და ნელა-ნელა ესე ჩავერთვებით სრულფასოვან ცხოვრების ფერხულში. ძალიან კარგი მაღამას რაჯობია. წარმატებები კიდევ ერთხელ შეუგებარო და გაიხარეთ. მეგობრებო, დროებით დაგემშვიდობებით, ჩვენ მალე შევხვდებით. ნახვამდის კარგად გრძანდებოდეთ.